მოგესალმებით. მეგობრებო, დღეს არ გვექნება ბევრი ვიდეო და მოკლე გადაცემა იქნება. ეს არის ყველაზე მცირე რამ, რაც შეიძლება ჩვენი მეგობრის ხსოვნისთვის გავაკეთოთ. ჩვენ უახლოესი ძმაკაცი, მეგობარი, გარდაგვეცვალა ბასლა, იცით ალბათ და სამძებნის სიტყვები არაფერი არ არის იმ განცდასთან, რაც ახლა ძალიან ბევრს ამ ქვეყანაში აქვს. ბასლა ვინ იყო და რა იყო, ამაზე ვიტყვით კი და მოიგონებთ. ვინ დავკარგეთ, როგორი ბიჭი დავკარგეთ, რა გქონდა გაკეთებული, რა საპირებდა სიცოცხლით სავსე ბიჭი. დღეს ცოტა სხვა რამეზე ვილაპარაკებთ, მაგრამ მინდა რომ ჩემმა ძმაკაცებმაც გამოხატონ. და შემდეგ ვილაპარაკებთ იმ საშინელებაზე, რაც ჩვენ გვჭირს და ბასლას გარდაცვალებამ რაც დაგვანახა. ბასლა გამორჩეული მეგობარი იყო ჩვენთვის, გარდა თანამებრძოლისა პირველ რიგში იყო ეს მეგობარი, ძალიან ახლო მეგობარი, რომელიც არ არსებობდა ალბათ სიტუაცია, სადაც იმის წინასწარ განშვრეტა არ შეგეძლო, რომ ეს ადამიანი ყოველს გვერდში დაგიდგებოდა. მას ჰქონდა მეგობრობის ის განსაკუთრებული ნიჭი და უნარი და სურვილი, რომელიც არცევდა მას ესეთ ძვირფას მეგობრად. უცნაური კი არა, ძალიან ისეთი იყო, იმიტომ რომ ბევრი დრო გვაქვს ერთად გატარებული, ესე ძალიან ანუ რაღაცა კი რა თქმა უნდა ერთი იდეისთვის ვიბრძოლთ, მაგრამ მე თანამებრძოლად იმდენად არ მოვიაზრებ. ეს უფრო ჩემი მეგობარი იყო და ჩემი ძმაკაცი და ძალიან დღეს რაც ეს ამბავი გავიგე ფაქტობრივად რომ გაიყინები რა, მაგრამ მე ტელეფონს ვეღარ მოუწყდი, იმიტომ რომ ხო რა მოდი ახლა ზუსტად თან ისე ვარ რა. ხო, მოდი უთხრათ ხალხს. ჩვენ კიდევ ერთხელ წავასწრებთ ადამიანებს, რომლებსაც ადამიანები მიზანტროპები რა, ადამიანები არ შეიძლება დავარქვათ. მე უბრალოდ ერთ ორგანიზაციაზე ვიტყვი და დანარჩენებიც გამოჩნდებიან. რადიო თავისუფლება, იცით თქვენ ასეთი ორგანიზაცია. ხო და ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენი გარდაიცვალა. ანუ თავიდან ბოლომდე ჩანს აი ამ არა ადამიანების კიდე იქით მე კონკრეტულ ადამიანებზე განსაკუთრებით აი არ მინდა კიდე რაღაცა, მაგრამ პოლიტიკურია და ამიტომ გვიწევს, აი აქციის სასტავია რა, ეს ის თათია, ის საშინელი, ის გობლინი და ის ავადმყოფები, ის საზიზღარი ხალხი ბიჭო სერიოზულად არჩევენ, ანუ არგუმენტებით ეხა იჯიბრებიან ერთმანეთს, აი ასლან აბაშიძე და პუტინი როგორ, ანუ ამაზე თუ დაობთ და დაობთ, ნუ მე გიკვირთ რომ ხალხს რატო ვეზიზღებითო, თქვენ ხართ ნეშომპავა, თქვენ ხართ ყველაზე საშიში საზოგადოების ნაწილი, ფსკერი ჩვეულებრივ, დეფორმირებული მორალის, თქვენ აი არ ვიცი რა როგორ უნდა მოგიხსენიო, თქვენ საშიში ხართ ამ საზოგადოებისთვის, ჩვეულებრივად საშიშები ხართ და თქვენ ხართ არ ვიცი სიმსივნე ამ საზოგადოების, კეთროვნები უნდა იყოთ ყველანი, პროსტა რა. ანუ რო წარმოიდგენ ახლა იქით რა ტრაგედია ტრიალებს, ბოლო-ბოლო ბიჭოში რაღაცას ეცი პატივი შვილებს, რაღაცას ვისაც ძალიან ეწყინა ეს ამბავი წმინდა ადამიანურად, ვაფშე პოლიტიკა რო საერთოდ არაფერ შუაში არ იყოს და ამით კიდე რას ამბობთ რომ ყველა კოცი, ესე იგი უნდა მოკვდეს, ნუ ავადმყოფები ხართ ჩვეულებრივი და რა ვიცი ჩვენ მინიმალურად შეგვიძლია დღეს გადაცემას მის ხსოვნას მიუძღვნით, არც ვიდეოებს გავუშვებთ, არც პოლიტიკაზე ვილაპარაკებთ, არაფერი გავიხსენებთ და ის ნუ მოდი ესე ვთქვათ რა, მე მაინც რადიო თავისუფლებას რატომ ახსენებ პირველ რიგში, იმიტომ რომ ეს არის ამერიკელების დაფინანსებული ორგანიზაცია და ორგანიზაცია. ანუ ეს არის სარედაქციო პოზიცია. აი ავადმყოფების საკითხი გადაწყვეტილია დიდხანს და მე ამათგან არაფერი არ მიგვირს ეს ლეში ჭამიების, მაგრამ აი ეს ორგანიზაცია, ხო, რომელიც გარდაცვლილ ახალგაზრდა კაცს, წინსარც ასეც უკეთებს. ეს არა ქართული კი არა, ანტიადამიანურია. გარდაიცვალა, მორჩა აღარ შეგაწუხებთ. დამშვიდით. ბასლა აღარ შეგაწუხებთ.
ჩვენ შეგაწუხებთ მისი მეგობრები გავაგზავნოთ მის საქმეს. აუცილებლად ბასლაზე გარდაიცვალა და ბასლაზე რაც გამოამჟღავნეთ, მაგას აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ ვარ საქმეს ყველაფერს და ყველას პასუხს გაგებინებთ აუცილებლად. გარდაიცვალა ადამიანი. დავიწყოთ იქიდან რომ რატომ მოიძულეთ? იმიტომ რომ კომენტარებს წერდა, ხო? რა? ხო, აი კომენტარების გულისთვის. ეს ბიჭი იყო ქართული შოუ ბიზნესის თქვენ თუ გაინტერესებთ ორივე ფლანგის, ნაც და ქოც და ნეიტრალური ფლანგის გამაერთიანებელი. ყველაზე ჰქონდა ამ მაგი გაწეული. ყველაზე. ბევრი წერს ახლა და უფრო მეტი დაწერს. ყველას გულისხმიერად ეკიდებოდა. არ არსებობდა ადამიანი თხოვნით მისულიყო მასთან და რამენაირად არ დახმარებოდა. არ შეიძლება რაღაცა კომენტარების გამო თქვენ ლეში ჭამიებოთ თქვენ და გარდაცვლაზე ფერხული მოაწყოთ. ნაცებისგან განსაკუთრებით ნაწვალები ბიჭი იყო და თავის მეგობრები და ყველანი და ოცნების ჯარისკაცად მიიჩნევდა თავს და ესე იბრძოდა და რაპორტი. რაშუაშია პოლიტიკური შეხედულება კიდე რაშუაშია. იგივე ნაცებზეც რო თქვა. ბევრი შოუ ბიზნესშიც ვამბობ. ბევრი ეგრეთ წოდებული ნაცი მედრიკილ ვარსკვლავთან თუ შოუ ბიზნესის წერთან ქონდა ადამიანური ურთიერთობა. მე მახსოვს ერთხელ კომენტარიც გავაკეთე ეგეთი რომ აი რა განსხვავება იდეაში რადიკალ და იდეოლოგიურ ნაცსა და ქოც შორის თქო რა განსხვავება თქვენსა და ჩვენ შორის თქო აი რეზო ამაშუკელი რო გარდაიცვალა მეთქი ნაცებმა ერთი ამბავი ატეხეს ესეთივე სიტყვებით და ჩვენ მაგალითად პოლიტიკურად ჩვენი მოწინააღმდეგე პირველი ნომერი იყო ბუბა გიკაბიძე მაგრამ რო გარდაიცვალა კაციშვილს სიტყვებიც მოვიწყდება კაციშვილს ეს სამძიმარის გარდა არაფერი არ დაუწერებ მასე არ გახსენებია საერთოდ ეს ქართული გამონათქვამი არ არის და გარაცვლილზე ან კარგს ამობენ ან არაფერს ჯერ ეგეთი მერე მოკლედ რა ეს არა აი ინდიკატორი აი ამით დავინახეთ ჩვენ ბევრი რამე ხონო ხა ეს იდეაში არც მოულოდნელია, არც პირველია, რომ მსგავსი რეაქციების შევეჩეხეთ უბრალოდ ძალიან ახალგაზრდა ადამიანზე არა ჩვენ სხვა შემთხვევებიდან ჩვენ სხვა ტიპის მიმართება და ურთიერთობა გქონდა და ალბათ განსაკუთრებით კონკრეტულად რა. ჩვენ ძმაკაცი იყო რა. ჩვენთან თანამშრომლობდა და ამაზე ყურადღება. მაგრამ არ ვიცი რამდენად მაგ თემაზე უნდა მაგრამ ალბათ უნდა გავაკეთოთ კომენტარი კი ბატონო რატომ არა გავაკეთოთ რა იმიტომ რომ არ არის ეს არც ერთ გარემოებაში ქართული კულტურის მახასიათებელი გარდაცვლილ ადამიანზე მსგავსი ტიპის სიხარულის გამოხატვა თუ რაღაც ჯიბრში ჩადგომა თუ რაღაც გულის მოფხანა საჯაროდ განსაკუთრებით. და ამის მიზეზად იმის დასახელება, რომ ის ჩემთვის მიუღებელი თუ საძულველი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი იყო და ამიტომ ყველაზე დიდი ტრაგედია რაც შეიძლება ადამიანს შეხვდეს გარდაცვალება მისი არ შეიძლება რომ ვინმეს ეწკნოს, ანუ მე ნახე ისეთი რაღაცეები სამძიმარზე ლანძღავდნენ ვიღაც არაჩვენმა მომხრე ტიპებმა რომ დაწერეს სამძიმარო ვინც იცნობდა მას იმას შეუვარდნენ თავისიანები და ლანძღეს რომ ეხლა ამითიო რას აკეთებო შენო როგორ ბედავო რუსის მონის მსგავსი ეპითეტები იყო იმას სამძიმარის გამოთქვას ამ ტიპის არა ადამიანობას ვეჩეხებით ჩვენ ამ ფლანგზე. ანუ ეს არის ის მთავარაღებული განსხვავებაზე ელაპარაკო, ხო? ალბათ მან უკვე აღარ არის პოლიტიკური შეხედულება, არც იდეოლოგიური შეხედულება, ანუ შენ როდესაც რაღაცა ელემენტარული ადამიანური ზოგად საკაცობრიო ღირებულება რაც არის რომ ადამიანის ჭირში რაღაც შენ ზეიმი არ უნდა გამართო რა. და როდესაც შენ სხვასაც კი უშლი რომ ამ ჭირის თანამონაწილე იყოს და იმას ამის გამო ამუნათებ და ამის გამო ლანძღავ რომ როგორ გაბედა ვიღაცამ და სამძიმარი როგორ გამოთქვა
მან უკვე ძალიან პრობლემურ, ძალიან რთულ სიტუაციას ვაწყდებით, ხო? თვითონ სტატუსზე უკომენტარებენ და დაცინიან. ხო. არ ვიცი. თქვენ აირჩიეთ ეს გზა. მე არ უარყოთ, თქვენ ხართ ეგ ადამიანებია ეს ლიბერალური სექტა და რომ განადგურდებით და გაჩვდით მაინც არა, უბრალოდ გაჩვდით. ხო. თანაგზნობას, მისამძიმრებას არავინ არ თხოვს არავის, ხო? შეიძლება გძულდათ ის კაცი. ეგ სხვა არის, მაგრამ გარდაიცვალა, მორჩა, წავიდა იმ ქვეყნად. დარჩა პატარა ბიჭი, დარჩა გოგო. დარჩა მეუღლე. ათესავების მაკაცები დავრჩით და გვაცადეთ რა. გაჩვდით. რა ძნელია, ასე ძნელია გაგება. ასე არ ვიცი ხო ეს ადამიანურია უბრალოდ არც ქართულია მოდი რა პირდაპირ თქვა არც ეროვნება არა აქვს ამას ცივილიზაციის ერთ-ერთი ნიშანია რომ სიკვდილს უნდა სცე პატივი თუნდაც შენი მტრის რა ხო ნუ ვარტივია რა გაჩვდით თორე ბედი როგორია იცით ხა არავინ არ იცის რა მოხდება და ვის რა დაემართება ყველა სიცოცხლეს გისურვებთ და არავინ არ იცის ეგ სიკვდილისთვის არც ერთი არ მემეტებით მაგრამ გაჩვდით ცოტა რაღაც ადამიანობა ანუ მე საერთოდ არ ვარ მორალური ავტორიტეტის პოზიციაზე რა მე ვინმე ცოდვა მაქვს ჩადენილი რომ შეიძლება ბევრი იმეს ვერც მიუთითო უმრავლესობას მაგრამ ეს ხო რაღაცა დაგვჭა ჩვენ ქართველებს და ადამიანებს რომ როცა თუნდაც მოწინააღმდეგე გარდაიცვლება ამ კომენტარს ხო შეიძლება მისი შვილები კითხულობენ და მისი ისინი აი წარმოიდგინეთ რა ხო შეიძლება რა ამ ღლიცის თქვენსაც უყურებენ ის ადამიანები რომლებიც მაკაცობდნენ ჩვენ მაგალითად ნუ ჩვენ კარგი ჩვენ გავიგეთ საძულველი ინტერვიუ ვარ და დარწმუნებული ვარ ღლიცინი მე ნახე მეჯინაზე არ მოხდება ეს მაგრამ რაღაც რო დაგვემართოს ღვთის ქვეშა ვარ ყველანი მაგრამ ბიჭო შვილი კითხულობს დედა კითხულობს ვიღაცა ნათესავი ესე არ არის რა არა მართლა არ არის აი ეგ არის არ უყარხართ რა ამიტომ არ უყარხართ მოსახლეობის უმრავლესობას სარკი არის ეს თქვენ ვერაფერს ვერ უშვებთ რა ერთმა აცხონოს და მე მინდა თქვა რომ მისი სურვილები მისი საქმე ქვეული რომელიც მან გააკეთა ბევრი სხვა რამ რომელიც ძალიან ნიჭიერად გააკეთა ნიჭიერი ბიჭი იყო ორგანიზატორი გული სული ყველაფერი რა ეს ყველაფერი არ დამთავრდება მასთან ერთად. გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, მე მისი ხსოვნის ერთგული ვიქნები ბიჭების ყოველთვის და მერთმა გაანათოს მისი სული. ნათელში იყო საბავაშოს სული. დღეს მეტის თავი არ აქვს ბოდიში მართლა. ძალიან ახლო იყო ჩვენთვის რა. აქ მუშაობდა ჩვენთან ერთ-ერთი განცემის პროდიუსერი იყო და მე უკვე დავახლოვდით და მეტის თავი ხა დღეს არ აქვს ბოდიში ვაპატიეთ, გაიგებთ თქვენს ჩვენს მდგომარეობას. ხვალიდან ჩვეულებრივ წყობში ვიქნებით და გავაგზავნებთ კარგად ზანდება.